მე დარწმუნებული ვარ, რომ მოგვეხმარებიან ის ადამიანები, ვისაც ძალიან დიდი ხანია ყავთ უკვე და მოიხმარენ თავიანთ მეურნეობებში ამ კონკრეტულად თქვა ჩინურ ტექნიკას, იმიტომ რომ მრავალი წელია საქართველოში იყიდება და შესაბამისად პრაქტიკაც და გამოცდილებაც საკმაოდ არის დაგროვილი და ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება ამ ხალხთან გასაუბრებაც რა. მე აუცილებლად რავი მოგიწოდებთ კიდეც ახედა რომ შეუმეხმიანეთ მომწერეთ რა, ანუ ვისაც ყავთ ძალიან დიდი ხანი და როგორია ეს ყველაფერი, როგორია თქვა ყავდეს ჩინური ტექნიკა 5 წელი, 6 წელი, 7 წელი, 1 წელი, ანუ ძალიან საინტერესო იქნება სხვა დანარჩენი ფერმერებისთვის, რომლებიც თქვათ დღეს ფიქრობენ, რომ თქვათ რაღაცა ალტერნატივა თქვათ ევროპულის თქვათ წავიდნენ და ჩინური ტექნიკა იყიდონ. რაში გამოადგებათ, რაში ვერ გამოადგებათ. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და ამაზე მინდა რაღაცა კარგი ამომწურავი პასუხები გავცეთ.